ძალიან ვცდილობთ, რომ დარიომ ცოტა უფრო დარიო განვითარდეს ფორმები შეეძინოს და ამიტომ გთხოვთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ აი როგორც ჩვენ იმაში ინტროში იყო join, აი ეს join-ი ყოფილა თორმე, როდესაც დარიოს ვიდეოს უყურებთ, იქ არის ესეთი ღილაკი join. იმას თუ დააჭერთ, იქ არის არჩევანი, როგორ შეგიძლიათ დარიოს შემოუერთდეთ და დარიოს დახმარებასაც შემოუერთდეთ ასევე ერთდროულად. და ეს ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა. და შეატყობდით ალბათ რომ ცოტა ფორმა მიიღო და სახე მიიღო მე ბოლომდე ამჯეროდა რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ამბობდი რომ შინაარსს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამბობთ რომ ფორმატს გადამწყვეტი მნიშვნელობას არის და მაგდა ქაჯაიას ძალისხმევით მე ახლა მინდა მოვაწყო იმპროვიზებული პერსონალური გამოფენა ვიდეო და ვიზუალური პროდუქციისა, რომელიც შექმნა მაგდა ქაჯაია. მაგდა ქაჯაიას პერსონალური გამოფენა და თან დარიო რადიოს მომავალი გადაცემების ანონსი. აი მოვისაკლის ახლა ერთი კიდევ აი ამით მინდა დავიწყო საერთოდ. ერთი წამით ახლავე აი ეს გველოდება ჩვენ ორშაბათს მეორე რესპუბლიკა ოტო კახიძე ნინუკას პოდკასტში. აი ეს ხო და თან ამინდა თქვა ეს მთელი ეს ბანერები არის მაგდა ქაჯაიას შექმნილი, დიდი მადლობა მას და საერთოდ არ მიყვარს უცა ადამიანს არ უფასდება თავისი მცდელობა და თავისი შრომა. ყოველ ორშაბათს 22 საათზე არის ნინუკას პოდკასტი. აი კიდე ესეთი აფიშა შექმნა ისევ მაგდამ ნინუკას პოდკასტი, რომელიც ეს უკვე ეს ნინუკას გაკეთებულია თავად შვენიერი ნახეთ. და ძალიან პირველი გავიდა უკვე წინა ორშაბათს ნინუკას პოდკასტის პირველი გადაცემა, ძალიან კარგი სტუმარი ყავდა, საინტერესო და მნიშვნელოვანი ელზა გურგენიძე, შვენიერი გადაცემა გამოვიდა, 9 კამათი დაცხეს ერთმანეთს, ორმა ქალბატონმა, ამას ისე ხუმრობით ვამბობ, მაგრამ იკამათეს და ძალიან ისეთი დინამიური და საინტერესო გარჩევა გამოვიდა და საინტერესო თემებზე. არანაკლებ საინტერესო მგონია რომ იქნება მეორე, სადაც მონაწილეობას მიიღებს ოტო კახიძე. აქ საკამათო ალბათ ნაკლები იქნება, მაგრამ ერთად გავიაროთ მათთან ერთად, ოტოსთან და ნინუკასთან ერთად მეორე რესპუბლიკა. ანუ აი აქ პრეზიდენტებია გამოსახული და საქართველოს ფაქტიურად 90 წლიდან დღემდე ვთქვათ, აი რა ვილაპარაკოთ ამას, ერთად ვილაპარაკოთ ამას. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი არის გარდა აი ვთქვათ ნინუკას Sky Gamer ვერცაიოს მართალი მეც თანახმოვარ. და აი ეს არის თანაც აი მაგდას პერსონალური გამოფენა. ეხლა მინდა წავყვე რა. შაბათს გველის ესეთი ეს ვიდეოა ნეტარ მე მგონი კი ესეთი რამე შექმნა ისეც მაგრამ შაბათობით ორ კვირაში ერთხელ ზურაგურულის გადაცემა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ბევრი მაყურებელი ყავს, ბევრი ელოდება ხოლმე ზურასთან შეხვედრას და აი ნახოთ. მე ძალიან მომწონს ეს ჩვენი ახალი ფორმები, ანუ შაბათს ზურას აქტიურად იყავით, პირდაპირ ეთერია, თქვენი შეკითხვები, პასუხები შეგვეკამათეთ, ზურასაც თქვათ დაუსვით კრიტიკული კითხვები, ძალიან საინტერესო იქნება და პირიქით დინამიური გამოვა ეს ყველაფერი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ვიზუალური არის მაგდა ქაჯაიას პერსონალური გამოფენა.
ნახე მაგდამ როგორ აი კიდევ მაგალითად მახას პატარა ეს გადაცემა არის ხოლმე ორშაბათობით და ესეთი ბანერი გვაქვს. არის რუსული ანტისამყარო, რომელსაც ირაკლი დომოური კითხულობს მის მიერვე თარგმნილ ესეებს, ეფშტეინის ესეებს, ეს არის პარასკევობით. ეს შთაბეჭდილება რო შექმნეთ. გიგი თევზაძის გადაცემა არის ხოლმე სამშაბათობით, ყოველ სამშაბათ საღამოს. გადაცემა იყო საიმიგრაციო ადვოკატი ამერიკაში. მაშინ ეს გადაცემა უკვე გავიდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერონიკა მეტონიძე გადასარევი ადვოკატი, რომელიც ამაშია, რა ქვია, ვაშინგტონშია, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ იქნება ჩვენ ეთერში და ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის. აი ნახეთ ესეთი ძალიან მომეწონა ნინუკას გადაცემა, მომეწონა ქალბატონ ნინუკა, იმედი გამიცნო ქალბატონ ლაზა. არ ვიცი, ხა მე ვერ ვიტყოდი ზოგს პირიქით ქალბატონ ლაზა მოეწონა და ნინუკამ გაუცვლა იმედი, მაგრამ მე მგონი ორივე ძალიან კარგი იყო და ხელი შეუწყოს დინამიურ გამოცვლას. ციფრული რესპუბლიკა არ დავიწყდესო და არ დამავიწყდება, ნამდვილად გეტყვით. კიდევ რა ვიცი, ია მეორმიშვილი პერიოდულად ჩდება ხოლმე და მე და ია მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ გვექნება ყოველთვიური თქვა განხილვა და თვის ანალიზი და თვის განმავლობაში რა მოხდა იას თვალით დანახული, ესე ძალიან საინტერესო იქნება. არის გიორგი ლაბაძე ლაპარაკობს ხოლმე ამერიკაზე, ესეც ხუთშაბათობით. კიდევ ერთხელ ნახე ბანერები ძალიან სახალისო და ესეთია რა, შთამბეჭდავი. არის ესე გადავწყვიტეთ თეოდორ რუზველტი, რა არის ეს? ჩვენ დარიოს არქივში გვაქვს 47 პრეზიდენტია დღეს და 46 პრეზიდენტზე გვაქვს შექმნილი ყველაზე მოკლე ბიოგრაფიები. და გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ეს არქივი და ყოველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე გამოვდოთ ხოლმე იმ პრეზიდენტის შესახებ მონოყოლი, რომელიც იქნება იმ დღეს ვისაც იქნება დაბადების დღე. ასე მივულოცოთ მას და ასე გავიხსენოთ ჩვენ. აი ეს ყველაფერი ძალიან სახეთს უცვლის და მე მგონი ახალისებს დარიოს ამრავალფეროვნებას პალიტრას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც დარიოს ვიდეოს უყურებთ, ჯერ ესეთი YouTube არხი გამოიწერეთ. მეორე ესეთი დარიოს ვიდეოს უყურებთ, არის ესეთი join რილაკი და შემოუვართით რა. იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ფიდბექი, თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება, ძალიან გვახალისებს და ძალიან მოგვეხმარება განვითარებაშიც და იმ მუშაობაში, რომელსაც აი ეს ხალხი, ჩემი თანაგუნდელები და თანამოაზრეები წევენ. და მოდი მოკლედ თქვა ციფრული რესპუბლიკაზე. ციფრული რესპუბლიკის ვებგვერდით შეიქმნა, ციფრული რესპუბლიკის Facebook გვერდით შეიქმნა, ციფრული რესპუბლიკის ბიტკოინის საფულეთ შეიქმნა და ბევრი რა ვილაპარაკო, აუცილებლად შედის ციფრული რესპუბლიკის Facebook გვერდზე და ყველაფერი აი გახსნით. ყველაფერი ძალიან წვრილად, ვიდეოებით, ბანერებით, ტექსტით, თუ საჭიროა დაკავშირებით შეგიძლიათ კითხვის დაცვად, მაგაზეც პასუხი იქნება და ციფრული რესპუბლიკა არის ჩემი აზრით საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი სერიოზული გზა, თუმცა გრძელვადიანი, შრომატევადი, მაგრამ ჩქარადა ახლა თითქმის არაფერი არ ხდება და ძალიან რთულია. ამიტომ მოდი ერთად ვიმუშაოთ ციფრულ რესპუბლიკასაც შემოუვერთდით, დარიოსაც შემოუვერთდით, ერთად ვიყოთ მეგობროთ და ვაკეთოთ კარგი საქმეები. ჩვენ რილაქს დავეძებო. აი ხა მე შევეცდები share გავაკეთო იმისი რა ქვია ეკრანის და გაჩვენოთ სად არის join რილაკი რა. ერთი წამით აი ხლა მე ამას მოვძებნი. აი მაგალითად ჩვენივე გადაცემას რო შევხედოთ ახლა მე გავაშიარებ ამას ნახეთ. Share screen. აგერ ორ მაგათ ვარ წარმოდგენილი. აი თუ ხედავთ ის არის, ახლა შუბლზე მანდებს პირდაპირ, ხო? აი მისას ჩამოყვები, მარცხნივ და აგერ არის join რა. ანუ დარიო სადაც წერია, აი აქ იმის მარცხნივ არის join. აი ამ join ღილას თუ დააწვევით,
ნახე საინტერესო გამოვიდა ეს. აი ამ ჯოინტს დააწვევით, იქ იხსნება უკვე სხვადასხვა ოფშენები და ეს არის ჩვენი გადაცემა, კიდე რომელიც უყურებს ჩვენ გადაცემას, კიდე რომელიც უყურებს ჩვენ გადაცემას და კიდე რომელიც უყურებს ჩვენ გადაცემას. აი ეს არის ჯოინტი გილაკი. შემოვუერთდით და ხარი დაგვიჭირეთ. ეს მინდოდა სულ მეთქვა, დღეს ლევანი არ იყო, ბოდის მოგიხდით, გავაგრძელებთ ლევანთან და სხვებთან ერთად, ყველა მთელი ანონსები გითხარით, თავს აღარ შეგაწყენთ და აი კიდევ ერთხელ, აგერ ის არის თეთრი, წავყევით და აი join გილაკი, აგერ არის. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ეს არის მხოლოდ უკვე როდესაც ვიდეოს უყურებთ დარიოს არხზე ნებისმიერ ვიდეოს. დიდი მადლობა. რუსულად მაქვს YouTube-ი, მე რა არის, მაინც იგივე იქნება. უბრალოდ რუსულად ეწოდება ალბათ რაღაცა join-ის მაგივრად იქნება რაღაცა. არ ვიცი რა სიტყვა არის რუსულად ეგ. კარგი ბატონო. დიდი მადლობა დროებით, გემშვიდობებით და შევხვდებით მალე. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.